მოგესალმებით მეგობრებო, დღეს პატივი დაგდო ბატონმა მიხეილ სარჯულაძემ და მობრძანდა მიხეილ სარჯულაძე არის საქართველოს მოიმარჯვე ფურცელი დევნილთა შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი. პირველი კითხვა რაც დაუსვე ეთერს მიხმარო. ბევრი ხომ არ არის, ანუ ყველა სფერო ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრი ხომ არ არის კონცენტრირებული ერთ სამინისტროში. მოგესალმებით, პატივი დაგდო, როგორც ძალიან ჩემთვის არის პატივი პირიქით. რომ აქ მოვიდე და წარვდგე თქვენი მაყურებლის წინაშე. ეს პირველ რიგში და მათ მივესალმები მაყურებელს. რაც შეეხება კითხვას, პირველივეს არასერიოზულიც იქნება, ეხლა რო ვთქვა, რომ ეს ცოტაა და პატარა პორტფელი აქვს ჩვენ სამინისტროს და არივარგებს. კი, ეს დასახელებიდან გამომდინარეც ცხადია, რომ ეს არის რეალურად სამი ესეთ სრულფასოვანი სამინისტრო ჩამოყალიბდებოდა აი ამ ზომის და გაბარიტების დაწესებულება. ხო, ну, რაც არის ეს არის და ალბათ უნდა გაუძღვეთ ამას როგორც არის. ჩვენი ქვეყანა ეხლა არის დადებითი მხარეებიც, იმიტომ რომ ის რომ სოციალური გააზრება ხდება ჯანდაცვისა და ჯანდაცვის პრინციპებზე ეს ახლო კომუნიკაციაც ესეც თავის დადებითი შედეგის მომენტი ნამდვილად არის. ბიუროკრატია არის შედარებით ნაკლები ალბათ. უწყებათა შორისი კომუნიკაცია მარტივია ძალიან. ერთი უწყებაა და იმიტომ. ბატონ მიხეილ, ჩვენ საუბრობთ მე მინდა გესაუბროთ იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკურ პროფილსაც გარკვეულწილად იცვლის, აქამდე იყო ბენდუკიძის ეკონომიკა, დერეგულირებული ეკონომიკა და ეხლა ძაფრად დღის წესრიგში დადგა ფასების პოლიტიკის განსაზღვრა ხელისუფლების მიერ. ეს ორი რამ თითქმის შეუთავსებელია ერთმანეთთან, მე ასე მგონია. შესაბამისად რეფორმას მოითხოვს ეკონომიკური ცხოვრება ჩვენი ქვეყნისა. თქვენ გეხებათ ისეთი უდიდესი სფერო, როგორც არის მედიკამენტები, წამლები. და ჯანდაცვა ბუნებრივია, რომელიც 2013 წლიდან წარმოუდგენლად სოციალურად ორიენტირებული გახდა, თუმცა წარმოუდგენლად დიდია, ბიუჯეტში დიდი წილი აქვს და რამდენად ეფექტურია ეს საკისაუბრის თემა. წამლებით დავიწყოთ. იყო მცდელობა გარკვეულწილად 2 წლის წინ მე მგონი წამლების ფასის დარეგულირებისა თურქეთიდან შემოტანილი წამლების შემდეგ დღეს რა მდგომარეობაა, როგორ უნდა შეიცვალოს წამლის ფასი, როგორ უნდა ჩაერიოს სახელმწიფო წამლის ფასში, მედიკამენტების ფასში. კი ბატონო. დიდი მადლობა. კი პირველი რაც უნდა ვთქვა, ეს არის მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თვალსაზრისით აბსოლუტურად დიდი თავისუფლება, მაღალი ხარისხის თავისუფლება ბიზნეს კეთების საქართველოში რეალურად ეს ასეა. რა თქმა უნდა, გარკვეული ინსტრუმენტები გაჩნდა, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ბიზნესის თავისუფლება არ არის მნიშვნელოვანი და იქ არის მოქალაქის თავისუფლების გამტკიცების საჭიროებაც იმავდროულად და ამის ნათელი დემონსტრირება ის, რომ 2013 წლიდან იგივე ჯანდაცვის სისტემა თვისობრივად შეიცვალა. იყო ჯანდაცვის სისტემა ისე აწყობილი, რომ ეს ძალიან ახლოს იყო აი ბენდუკიძის ეულხედუასთან თუ როგორ უნდა იყოს ეკონომიკა მოწყობილი, აბსოლუტურად დერეგულირებული, აბსოლუტურად მიშვებული, ასე შემიძლია დავარქვა. ვიღაცას ეს მოწონდა, ან შეიძლება დღესაც მოსწონს, მაგრამ ეს ფიქრობ, რომ სამართლიანი არ არის არც ერთ შემთხვევაში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სწორად ვითარდება ქართული ჯანდაცვა 2013 წლიდან მოყოლებული, რეალურად ეს არის განხილული როგორც ინსტრუმენტი ადამიანების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. აი მნიშვნელოვანი წილი რაც ჯანდაცვაზე, სოციალურ უზრუნველყოფაზე მოდის, ამას აკეთებს ეს ჯანდაცვა. რამდენად მივახციეთ იმ, რა თქმა უნდა, ჯერ შორს ვართ იმ მომენტისგან, როდესაც კმაყოფილები ვიქნებით მიღწეულით და ასე ვთქვათ, ძნელად გამოჩნდება, რა შეიძლება მომავალში გაკეთდეს. მაგრამ ის, რომ დღეს ერთ-ერთი მწვავე საჭიროება მათ შორის მედიკამენტებზე, ოღონდ არა მხოლოდ მედიკამენტებზე, მაგრამ მედიკამენტებზეც ფასების რეგულირება, ამაში კი ღრმად დარწმუნებული ვარ. რამდენიმე წლის წინ, როდესაც ეს იყო წამოწყებული და ეს მხოლოდ ერთი ტალღა არ ყოფილა მცდელობებისა, როდესაც ფასების რეგულირებას ხელისუფლება შეეცადა და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ხარისხის წარმატებით კიდეც მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებების შემოტანა ამ მიმართულებით. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო, რომ აი იგივე საწინააღმდეგო იმისა, რასაც ბენდუკიძე ქადაგებდა, ამის საწინააღმდეგოდ მაგალითად რეფერენტული ფასების შემოღება რამდენიმე წლის წინ რეალურად იყო ის ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც ფასები მნიშვნელოვნად დარეგულირდა. ეხლა ახსნი მარტივად რა არის ეს. ესე იგი ყოველთვის რა თქმა უნდა ეს რელატიურია ეს საკითხი ხო, თვითონ ფასი მაღალია თუ დაბალია, ამას ვაფასებთ სხვაგან რა ღირს ამის მიერ. რა თქმა უნდა. აი ამავე პრინციპით ვარეგულირებთ ეხლა. ეს გულისხმობს რას?
თუ კი ადრე მოქონდათ მაგალითები, რომ აი ამადა ამ ქვეყანაში აი თაროზე დევს კონკრეტული პროდუქტი, კონკრეტული წამალი, თქვათ არა მნიშვნელოვანი ლუმინალი. აქ დახლზე დევს უფრო ძვირი. ჩვენთან. ეს სამართლიანი კითხვაა, ხო მართალია? ამიტომაც იმავე სამართლიანი ინსტრუმენტით დარეგულირდა ეს საკითხი. ესე იგი, ავიღეთ 4 დაახლოებით ჩვენი ზომის ქვეყანა. დიახ. იქ არსებული მონაცემებზე დაყრდნობით ვიღებთ აქაურ ფასს, რომელსაც ვდებთ როგორც ჭერს და ამის იმპერატიულად არის ეს, ხო? ეს არის კონკრეტულად მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კონკრეტული თანხა, მონეტარული ზღვარი ფიქსირებული, რომლის ზემოთაც ამის გაყიდვა არ შეიძლება. პირდაპირ თანხაა დაფიქსირებული. რამდენად მნიშვნელოვანი წამლებზია საუბარი? რა თქმა უნდა, აქ სხვადასხვა ტალღად, ასე ვთქვათ, დარეგულირდა ეს საკითხები. მაგალითად, ეს შეიძლება ეხებოდეს მნიშვნელოვან წამლებს, რა თქმა უნდა, ყოველთვის. ეს არის გარკვეულ ეტაპზე იყო მაგალითად ქრონიკული, გარკვეული დაავადების მიხედვით, ასე შემდეგ. და რამდენად დაიწია პროცენტულად? რეალურად ეს გახდა სამართლიანი ფასი. ყოველ შემთხვევაში დღეს ვერავინ ვერ იტყვის, რომ მაგალითად იმ ფასებზე რომელზედაც იმ მედიკამენტებზე, რომელზეც ეს გამოყენებულია, რომ საქართველოში ღირდეს უფრო ძვირი ვიდრე მაგალითად ლატვიაში, ასე არ იქნება. ანუ იქნება იმავე ზღვარს ქვემოთ. თან დაუწესდა ეს როგორც საბითუმო რეალიზატორს, იმავდროულად საცალო ქსელში იგივენაირად უნდა იყოს. მაგრამ რაშია საქმე? რეალურად პირველი მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ყველა მედიკამენტს ეს არ ეხება. ყველა მედიკამენტის დარეგულირებას არც ვაპირებთ ალბათ, იმიტომ რომ არის მაგალითად აი ლამის კოსმეტიკურ საშუალებამდე რომ მიყვანილი ასეთი მედიკამენტების ფასის რეგულირება, ალბათ ჩვენი ამოცანა არ უნდა იყოს. პირველი საჭიროების უნდა იყოს. კი, რა თქმა უნდა, ხა მაგალითად ონკოლოგიური წამალი და შამპუნი რა თქმა უნდა არ არის ერთი და იგივე. თუმცა შამპუნის გარკვეულწილად რეგულირებას უნდა ექვემდებარებოს, მაგრამ იგივე პრინციპი ამას არ აქვს. კი ბატონო. ამიტომ ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა ხედვა იმისა, თუ როგორ შეიძლება ეს შემდგომი განვითარება გქონდეს. თუნდაც ამ რეფერენტულ წამებს მხოლოდ არა მხოლოდ ამას. რა თქმა უნდა, იქ შეიძლება შემოვიდეს ეფექტიანობის გაზრდაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სისტემა მაგალითად წამლის რეგისტრაციის, დასახელებების, ასე ვთქვათ, ასორტიმენტის არსებობის ესენციურ მედიკამენტებს ეძახიან, ანუ მედიკამენტები, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ იყოს თაროზე. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დეფიციტებს არ ქონდეს გასაგები. გამაყუჩებელი და ასე კი ბატონო, აი რაღაც არის კონკრეტული ფორმულა, რომლის მიხედვითაც არის თქვა, შემდეგ სხვადასხვა წარმოებები, სხვადასხვა სახელწოდებები გაწარმოებს. ასე დროს ბუნებრივია ამ ბრენდებზე რეგულირება ყველაფერი ეს შეიძლება ერთობლიობაში გაძლევდეს სამართლიანი ბაზრის შესაძლებლობა. სამართლიანი ბაზარი ნიშნავს, რომ კი რა თქმა უნდა ბიზნეს ლეგიტიმური უფლება აქვს, რომ ღებულობდეს მოგებას. მაგრამ შეიძლება ეს იყოს ლიმიტირებული და ამ ლიმიტირებული მარჯა ლიმიტირებულია გარკვეულწილად ბიზნეს, ხო? ამის გამო ბიზნეს უარი ხო არ უთქვამს თავის საქმიანობაზე? ან ხო ხდებით? არა, ბიზნესი ამაზე უარს არ იტყვის, უბრალოდ შეიძლება რაღაცა მომენტში მოგების თლიანი მოცულობის, თქვათ, შეიძლება ეს შესამცირებელი გახდეს. თან ჯანდაცვას აქვს კიდევ ერთი სპეციფიკა და მედიკამენტების ბაზარს, რომ ეხლა განსხვავებით მაგალითად სტანდარტული პროდუქტებისგან, როგორც არის ზეთი, კვერცხი, რაღაც ხო, იქ ვერავინ ვერ დაგაძლევს იმაზე მეტი მოიხმარო, ვიდრე ეს სურვილი გაქვს. აი ჯანდაცვის სექტორში ცოტა განსხვავებულად არის, მაგალითად არის ესეთი კატეგორია პოლიფარმაციას ეძახიან, ან პოლიპრაგმაზიას, ზედმეტის დანიშვნა როდესაც ხდება. აი ეს ამასაც ჭირდება რა თქმა უნდა. ეს გარკვეული საიდუმლო კოოპერაცია შედგება ღიაც ექიმებსა და აპტეკარებს შორის? დიახ, ეს არის ხშირი. არსებობს ეს. რა თქმა უნდა არსებობს. კომპანიებს აქვს თავიანთი მარკეტინგული პოლიტიკა, ზოგჯერ თქვათ შეიძლება ადგილი ქონდეს ისეთ რაღაცას, რაც არ არის გამართლებული. აგერ სულ რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა კონკურენციის სააგენტომ ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა, სადაც აღმოჩნდა, რომ მაგალითად ექიმებისთვის ნაჩუქარი ნივთები ჰყავდათ ამ მედიკამენტის ღირებულების, ასე ვთქვათ, ფასწარმოქმნაში შეყვანილი. ხო, ეს ცუდი ამბავი. ხარჯში. კი. ოფიციალურ დოკუმენტებში ფიგურირებს. ხარჯში, რა ვიცი. ხო, ამაზე თამას მივცემთ კვალიფიკაციას. ხარჯი, რა ვიცი, ხო. ეს რასაკვირველია, რომ ლოიალობის მოსაპოვებლად, ასე რომ ესეთი პრობლემები პერიოდულად ჩნდება, ამას ჭირდება, რა თქმა უნდა, ის რომ მუდმივად უნდა იყოს შეურიგებელი. ზოგ ფარმაცევტულ გიგანტს საქართველოში თავისი ჰოსპიტალებიც აქვს, ხო ვიცით ეს ამბავი? დიახ, ხშირად ეს არ არის ინტერესთა კონფლიქტი. არის ეს ინტერესთა კონფლიქტი, თუმცა ეს არ არის ყველა ნომერ პირველი პრობლემა, ასე შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ ინტერესთა კონფლიქტსაც აქვს თავისი ინსტრუმენტები, როგორ შეიძლება იყოს დაზღვეული ეს ინტერესთა კონფლიქტი. კი, რა თქმა უნდა, არსებობს შემთხვევა, როდესაც ინტერესები არსებობს, რომელიც ეკაჩება რაღაც ბანკიერებისკენ, მაგრამ
ამასთან გამკლავება შესაძლებელია. შეიძლება ფორმალურად არ არსებობდეს თქვა ინტერესთა კონფლიქტი, მაგრამ იყოს კარტელური გარიგება. ამიტომ აუცილებელი არის სამართლიანად რეგულირება, რომ საბოლოო ჯამში მომხმარებელი ღებულობდეს იმას, რაც მისთვის სამართლიანია რომ კონდეს, რაზეც ხელი უნდა მიუწვდებოდეს. საქართველოში ჯანდაცვის სისტემა კარგ ბიზნესად იქცა. ანუ ექიმებს დიდი ხელფასი აქვს, ერთმა მოახმაროს, ვინც კარგად შრომობს, დიდი შემოსავალი აქვს. თუმცა მემარცხენე ორიენტირებულ სოციალისტურს არ დავარქვი, სოციალურად ორიენტირებულ ქვეყნებში ესე არ არის. რამ გამოიწვია ის, რომ აი ესეთი მომგებიანი ფასები ხო არ არის დიდი მაგალითად. ძვირი ხომ არ არის საქართველოში სხვებთან შედარებით. ხარისხი ფასის ცალკეულ შემთხვევებში ეს მნიშვნელოვანი წილი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი წილი არის რეგულირებული საქართველოში დაახლოებით მთლად იგივე არა როგორც მედიკამენტებზე როგორც მანამდე მოგახსენებდით სისტემურად, მაგრამ არის მაგალითად ეგრეთ წოდებული DRG მოდელი, სადაც რა თქმა უნდა რეგულირებული ფასია და ის სერვისები, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებშია ხელმისაწვდომი, იმას აქვს რეგულირებული ფასი. თუმცა არის მაგალითად ცალკეული მიმართულებები, რომელზეც ან მაგალითად ბენეფიციარი თუ არ არის ადამიანის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისა, არის მაგალითად კერძო დაზღვევით სარგებლობს, ან რაღაც სხვა ტიპის მომსახურებებია, რომელიც კი, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს განსხვავებული ფასები. ამას ეძახიან შიდა სტანდარტს და შედარებით, ხო? კი, თვითონ სადაზღვევო პროდუქტიც ბუნებრივია გარკვეული ფასი უჯდება მის მომხმარებელს და იმავდროულად, რა თქმა უნდა, ესეც გასათვალისწინებელია, რომ ფასები აქ ესე რეგულირებული არ არის. ანუ არ არის განსაზღვრული, რომ თუ კი სახელმწიფო პროგრამაში არ მონაწილეობს კონკრეტული ორგანიზაცია, ვთქვათ, რომელიმე ჰოსპიტალი ან ვთქვათ კლინიკა, ამ შემთხვევაში მას არ აქვს ვალდებული რომ დაიცვას პირი. თქვენ როგორც დარგის პოლიტიკის განსაზღვრელი შეგიძლიათ თქვა, რომ ჯანდაცვა საქართველოში მომგებიანი ბიზნესია. კი, რა თქმა უნდა, ამას აჩვენებს რეალური პრაქტიკა და რეალურად ის მაჩვენებლები, რომლებიც აქვთ ამ სფეროში მოქმედ კომპანიებს. აი, ძალიან საინტერესო შეკითხვაა. ეს ხო არ არის გამოწვეული იმით, რომ საქართველოში მოსახლეობა ხშირად დავადდება, ესე უხეშად გეკითხებით. არ არის პროფილაქტიკა, ფიზკულტურით არიან ნაკლებად დაკავებული და ცხოვრების წესი არის ისეთი, რომ შემდეგ ექიმების მომსახურება სჭირდება. რა კარგია, რომ ეს თემა წამოჭერით, იმიტომ რომ დიახ, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სისტემების მართვის მომავალი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანწილად აი გადაჯაჭვულია ორგანული კავშირი ამათ შორის პროფილაქტიკასთან, ადრეულ დიაგნოსტიკასთან, პრევენციასთან. ამ კავშირით პოლიკლინიკები რო იყო და აუცილებელი რო იყო. პირველადი ჯანდაცვა. კი, ის რასაც ვაკეთებთ პირველ რიგში, იმიტომ რომ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი მე არ მგონია რამე იყოს დღეს. მარტივად რო გითხრათ, მაგალითად, თვისობრივად განსხვავებული მაჩვენებლებია, მაგალითად, კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკის შემთხვევაში წარმატებული მკურნალობის ალბათობა გაცილებით მაღალია იმაზე, ვიდრე მაგალითად მესამე-მეოთხე სტადიაზე იდენტიფიცირებული. აი თვისობრივად განსხვავებულია. თუ კი ერთ შემთხვევაში არ ვთქვათ 30, რო იქ შეიძლება პირიქით 80%-ზე მიდის, მაგალითად 80-90. ზოგიერთ კატეგორიაზეა დამოკიდებული, ეს აფუჭებს კიდე პროცენტს. თორე არის კატეგორია კიბოების, რომელიც ადრეულ დიაგნოსტიკის შემთხვევაში პრაქტიკულად 100%-ია გადარჩენილი. დიახ, ეს როცა ადრე სასიკვდილო განაჩენი. კი ბატონო, მაგრამ მათ ბევრი თვალსაზრისით ერთი მედიცინაც მაგრად განვითარდა და იმავდროულად, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომობა სახელმწიფო უზრუნველყო პრაქტიკულად არაფერზე აღარ ეხარჯება მოქალაქეს. აი კიდევ მეორე ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში ეს რეალობაა, რომ ეს განკურნებადი ხდება ეს ყველაფერი. რთული პროცესის გავლა ყველაფერი ეს მარტივი არის, მაგრამ რეალურად ეს მოხერხებადია. ასე რომ ჩვენი აქცენტიც ამაზე კი ძალიან სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს ამას. ვცდილობთ რომ ეს ყურადღება იყოს ჯეროვანი და უბრალოდ ხედავთ შესაძლებლობას რომ კიდევ უფრო მეტი იყოს ეს. ანუ ლოგიკურად რომ ვთქვათ, თქვენ სახელმწიფო თუ მეც დახარჯავს პროფილაქტიკაში, ანუ სავალდებულოც რომ იყოს პროფილაქტიკა, რა არის პროფილაქტიკა, როცა ადამიანი რომელსაც საფერი არ სკივა მიდის და გადის შემოწმებას. შემდეგ უფრო ნაკლებს დახარჯავთ კურნალობაში, ხო? ესე იგი არა მხოლოდ, მაგალითად, თამბაქოს თუ შევამცირებთ, რეალურად გვექნება ნაკლები გულსის ძარცვა დაავადება. აი ამას წინათ იყო მაგალითად ჩვენ და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობთ ეგრეთ წოდებული ტრანსხიმების რეგულირება. ტრანსხიმი არის რა? აი მაგალითად უხარისხო სნეკებს რასაც ვეძახით და იმას რომ მოიხმაროთ. ბავშვები რაც არის ის არ არის. აი ბავშვები რომ მოიხმაროთ. მაგალითად ის ამბობენ რომ
30% შეიძლება ზრდიდეს რაღაც ასაკში, მაგალითად გულსიძართა დაავადებებით, ძალიან მძიმე დაავადებების განვითარებას. ნეკებს როგორ წაართ? რაღაცნაირად უნდა, მათ შორის სხვა შორის არ გვაქვს ნამდვილად ცუდი მდგომარეობა იმ თვალსაზრისით, რომ გარკვეულზე ნაკლები ხარისხის პროდუქტი საქართველოში ვერ შემოდის. აი რაღაცა კატეგორია კი იკვეთება საერთოდ, მაგრამ თუ რაც უფრო მეტად ავწევთ ამ თამასას, მით მოგებული დარჩება ჩვენი მოსახლეობა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს შეიძლება გული დაწყდეს რაღაც კონკრეტულ პროდუქტზე, მაგრამ პროცესით არ დავიწყოთ, რაც გებრიელი არაფერი არ შეიძლება, არც კარგი თვალის ჭამა და არც ღვინისმა. აი ბავშვები კარგად ერთობიან, მაგალითად იგივე ტელეფონით და ხო შეიცვალა ამ ხრივ არა ბავშვების ქცევა, მაგრამ ამან მოიტანა შედეგად მაგალითად ჭარბწონიანობა ბავშვებში, რომელიც ძალიან სერიოზული პრობლემების გამოწვევია. თანამედროვე სამსახურში დიაბეტის გავრცელება ძალიან ხშირი პრობლემა გახდა. ბევრი რამ თუ ამ კუთხით რაღაც გარკვეული ასე ვთქვათ შესაძლებლობები გაჩნდა, ოღონდ ამას მარტო ჩვენ ვერ გავაკეთებთ. აქ ჭირდება ცნობიერების ამაღლებაც. არ ვიცი, ჩვენი პარტნიორი ძალიან მნიშვნელოვანი დაწესებულებების სპორტის სამინისტრო, რომელიც ზრუნავს რეალურად და ძალიან დაინტერესებულია იგივე შაკუც, რომ მასობრივი სპორტი განვითარდეს, ეს ძალიან კარგი ამბავი იქნება. მე მახსოვს კომუნისტები და ნებაყოფლობილი კი არ იყო. საჭირო იყო და მივყავდით მე მგონი პოლიტიკაში შემოწმებას. ანუ პოლიტიკა სახელმწიფოს მან კომუნისტების იყო ისეთ რომ უნდა შეემოწმოს. კი, ეს კომპლექსურია. ესე იგი, რამდენად კარგად სრულდებოდა ეგ არ ვიცი, მაგრამ პოლიომიელიტი დაასრულა მაგალითად 10 რამ. კი ბატონო. არის შესაძლებლობა, აი ამას წინათაც იყო, ამაზე ღონისძიებაში გავმართეთ, აი მაგალითად არის ესეთი 10 რამ პაპილომა ვირუსზე. პაპილომა ვირუსი იცავს 10 რამ მაგალითად 95% დაახლოებით ხშირია ამ ვირუსით დაავადება. ძალიან გავრცელებულია. ნახეთ 95%-ით ხო იცავს, ესე იგი ალბათობა კლებულობს თითქმის 100%-ით, ხო? გრიპების საშვილოსნოს ხელის კიბოს გამოწვევი მთავარი მიზეზი არის პაპილომა ვირუსი. 95%-იანია ამ შემთხვევაში. მივხვდით ხო, ესე იგი 95% არ დაემართება, 95% უდიდესი შედეგია. ესე იგი ეს აქ პოტენციალი არის, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას. ასე რომ რა თქმა უნდა, რომ ბევრი რამ დამოკიდებულია აცრაზეც, ვაქცინაციაზეც, ადრეულ დიაგნოსტიკაზე, სკრინინგებზე, ეს არის ძალიან რა ხო რამე ეს მე. კი, მაგრამ რა არის, აი ცნობიერება რაღაცნაირად შესაძლებელია. მოქალაქეებზე ძალიან აქტიურად არა, ძალით რომ აი ნახეთ სკრინინგზე მაგალითად, ნახეთ აი მაგალითად სარძევე ჯირკვლის ან ძუძუს კიბოს რასაც ეძახიან, ხო ნახეთ იქ 12, 13, 14 აი ამ პროცენტებში ვტრიალებთ თქვათ სკრინინგის თვალსაზრისით. არა და ადრეულ დიაგნოსტიკას კი. არა და ამას რო აზრი კონდეს, აი რაღაც დიდ შედეგზე რო გახვიდე, ნახვიდე 65%-ზე. ბევრი, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ამბავია გასაგებია. ბრილიანტის ხელი ხო გაქვთ ნახი, რომ გაარცელეთ სრიძიჟილიცო რასპასტაიზი. აი ეს ნინი კუპა ატკრუჩი მგას. დაახლოებით ესეთი რო გააკეთეთ კომუნისტები მაგას აკეთებდნენ, მე მახსოვს რომ სკოლაშიც მოდიოდნენ და ამოწმებდნენ და ასე შემდეგ. სავალდებულო აცრების ის იყო ციკლი და კი როგორც ზღედებზე არის, ხო? სავალდებულო არის და ამიტომ ეხა ყველა მიეჩვია მას. მაგაზე არის საფიქარი რა თქმა უნდა. კარგი, ეხა დევნილების საკითხები ვფიქრობთ. ჩვენ ხედავთ რომ ყოველ წელს ძალიან ბევრი ბინა გადაეცემა დევნილებს. როდის შეიძლება ეს საკითხი ჩავთვალოთ ძირითადად გადაჭრილად? ამაზე წინა ხელისუფლებას ცოტა აქტიურად რო ემუშავა და რეალურად რო ემუშავა ამ მემართულებით და არა უბრალოდ რაღაცა ფასადურად. რეალურად ეს პრობლემა ალბათ ეხლა დამთავრებული შეიძლება ყოფილიყო, ან ძალიან ახლოს ვიქნებოდით დამთავრებასთან, ზოგადად განსახლების საკითხთან. ნუ ეხლა მართლა აქტიურია ხა ამ ხელისუფლების პერიოდში რაც გაკეთდა ეს რიცხვების მეტყველებს ამაზე და არა მხოლოდ რიცხვები ხა ხარისხობრივათაც. რა თქმა უნდა. ბინები შენდება, მარტო ბინებით აშენება ხო არ არის, არის სოფლად სახლის პროგრამა, რომელიც ურჩევნია ბევრს მაგალითად, რომ წავიდეს სოფლად იცხოვროს, შესაბამისად იქ არის სოფლის მეურნეობით იყოს დაკავებული და ასე შემდეგ. ამას ღებულობს ახლა. შარშან მაგალითად დაახლოებით 2000-მდე ასეთი განცხადება გავატარეთ და ეს ძალიან დიდი ამბავია. მომავალში ესე გაგრძელდება ამავე ტემპით, რა თქმა უნდა, და ვეცდებით რომ ახლო მომავალში აი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ალბათ 10 წლის ფარგლებში აი ესეთი გვაქვს გეგმა დაახლოებით და ესე ვფიქრობ, თუმცა შევეცდებით რომ რაც შეიძლება სწრაფად. იმავდროულად რომ თან ვეცადოთ რომ იმ ხალხისთვის ვისაც ზრუნავთ მათ კონდეთ წასასვლელი თავიანთ მიწა-წყალზე რეალურად საიდანაც ისინი მოდიან. დაბრუნება. კვლავ დაუბრუნდეთ. დიდი მსხვილი მოთამაშეები არის ამ ბაზარზე, რომელსაც ძალიან ბევრი ფულია. ეს არის სადაზღვევო კომპანიები ფლობენ საფთიაქოქსელებს ან პირიქით, შემდეგ ვიცით რომ ისინი ფლობენ ჰოსპიტალებს და მოკლედ
აქ სუყე ნიადაგია იმის რომ ძალიან დიდი ფულიანი აქტორები რომლებიც ხშირად მსხვილებიც არიან იყვნენ ამ ველზე ამათან მუშაობა რამდენად რთულია ისინი მოგებისთვის არიან და რა თქმა უნდა ისინი ცდილობენ თავიანთი გავლენიდან გამომდინარე შესაძლებლობებიდან გამომდინარე მეტი მოგება მიიღონ სამინისტრო როგორც არის და რაც არის სახელმწიფო ვიცით ანუ თქვენ საკანონმდებლო ბაზა მოგწონთ რაც გაქვთ როგორ ახერხებთ ამის რეგულირებას იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ჯანდაცვა ხო ისეთი სფეროა ბევრი შეიძლება უსამართლოდ დარჩეს უკმაყოფილო ბევრის შეიძლება ფიქრობდეს რომ ჩვენთან ეს არ ვარგა და უცხოეთში უნდა რეაბილიტაცია მაინც მე ხშირად გამიგია რომ საქართველოში კარგი ექიმები არიან ოპერაციაში ჩაგიტარებენ რომ რეაბილიტაცია უკეთესია გაიარო საზღვარგარეთ და ასე შემდეგ აი როგორ მუშაობთ ამ მხრივ ეს ხო მუდმივი დაპირისპირებაა ხო რაღაცნაირი პრობლემების დიდი სიმრავლეა რა თქმა უნდა ძირითადი მიზეზია ეს პარადიგმაა რა თქმა უნდა რაც თქვენ ბრძანეთ რომ სამინისტროს პრიორიტეტი არის არა კომერციული არამედ იდეალური მიზანი გვაქვს ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მოქალაქეები იყვნენ ჯანმრთელად და კარგად და ასე შემდეგ კომერციულ სტრუქტურას ბუნებრივია აღიარებული აქვს რომ ეს არის მთავარი მაგრამ ბუნებრივია რომ ეს იმავდროულად ვერ მოხდება ალტრუისტულად ბუნებრივია ყველას კარგად ესმის ჩვენ გვესმის ბიზნესის რა თქმა უნდა რომ მათ მოგების მიგების უფლება აქვთ ეს ლეგიტიმურია მაგრამ ამას შეწირო პაციენტის უფლება ამას ვერ შევეგუებით რა თქმა უნდა ამიტომ ეს რა თქმა უნდა მუდმივი ჭიდილია ამ დაპირისპირებულ ინტერესებს შორის იმიტომ რომ ხშირად არის როდესაც ეს შეიძლება დილემასთან იყოს დაკავშირებული მარტივი ამის რეგულირება ნამდვილად არ გახსოვთ ხშირ შემთხვევაში აუცილებელია რაღაცებზე აუცილებელია რომ სახელმწიფომ თავის თავზე აიღოს რაღაც პასუხისმგებლობა როგორც ეს შარშან გავაკეთეთ მაგალითად ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე როგორც ეს გავაკეთეთ მაგალითად ჩანაცვლებით თერაპიაზე ეს მნიშვნელოვანი ამბავი იყო რაღაცები იქნება გასაკეთებელი მაგრამ რა არის ჩვენ გვესმის მათი ეს ნიშნავს იმას რომ მათაც უნდა გაიგონ ჩვენი რომ ჩვენთვის პრიორიტეტი ვერ იქნება მათი მხრიდან მოგების მიღება თავარი პრიორიტეტი ჩვენთვის არის თუ ჩვენ შევძლებთ რომ ამაზე შევთანხმდით ამ შემთხვევაში რაღაცები იქნება რბილად და მარტივად აი ერთ-ერთი გზა არის თუ არა იმისთვის რომ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი კლინიკები გაიხსნას დღესაც არსებობს თუმცა ეხლა ხო ხდებით ეს არ არის დღესაც არსებობს ეს არ არის არ თვითმიზანი და არაფერი მაგრამ ისე უნდა ვთქვა რომ მაგალითად ჩვენი სისტემა ჯანდაცვის ერთობ განსხვავებულია იმისგან რაც არის მაგალითად ევროპაში იმიტომ რომ ევროპაში ჩვენ იშვიათად ვნახავთ კი არა და ვერ ვნახავთ ალბათ ქვეყნებს სადაც არის ესე დაბალი ჰოსპიტალური სექტორი სახელმწიფოს ხელში როგორც ეს არის საქართველოში გერმანიაში ბევრია ხო მაგალითად ბევრია რა თქმა უნდა უზარმაზარი სექტორია რომელიც სახელმწიფოს უკავია ბიუჯეტთან ფინანსდება დიახ რა თქმა უნდა იქაც არის თუმცა ადამიანები იხდიან ჯანდაცვა იქაც იხდის იქ ნაწილ სახელმწიფო ანაზღაურებს პროგრამას გააჩნია ნაწილ სადაზღვეო კომპანია ნაწილ შეიძლება მოქალაქე თვითონ ჯიბიდან იხდიდეს და ასე შემდეგ მაგრამ იმ ფონზე რაც გვაქვს საქართველოში ასეთი რა ხა ამას წინათ ერთ ბალკანური სახელმწიფოს წარმომადგენელს ვესაუბრებოდი იქ რო თქვი ჩვენი თანაფარდობა ჩვენთანაც ასეა ოღონდ აღმოჩნდა უკუღმა უკუღმა აღმოჩნდა იქ დომინანტი არის სახელმწიფო პირიქით და ეს ძალიან კრიტიკულია ძალიან დიდია ეს ამბობენ რომ თავისუფალი ბაზრის მომხრენი ამბობენ რომ სახელმწიფოს მართვა პრინციპში არ შეიძლება იყოს კომერციულ მართვაზე უფრო ეფექტური და შესაბამისად კონკურენცია არ იქნება კომერციული ჯანდაცვის სისტემა უფრო მე ნამდვილად ვერ ვიქნები მომხრე რომ მთლიანად ყველაფერი სახელმწიფოს ხელში იყოს და არ უშვებდეს კომერციას მაგრამ კომერციასაც აქვს თავის საზღვარი სადამდე შეიძლება იყოს კომერციალიზებული ეს არ არის რა თქმა უნდა იგივე პრინციპით როგორც რესტორანს მართავთ და სარესტორნო ბიზნესს ან სასტუმრო ბიზნესს იგივენაირად ჯანდაცვას ვერ გავმართავთ რა თქმა უნდა იმიტომ რომ იქ რომ მაგალითად არ ვიცი მკურნალობის ინტერესი მოითხოვდეს ზედმეტი ხარჯის გაწევა კი რა თქმა უნდა სახელმწიფო აქეთ უნდა ეკაჩებოდეს რომ ეს ხარჯი უნდა გაიწიოს მაგრამ თუ პირიქით იქნება რომ თქვა ყოველთვის მაქსიმალურად ნაკლებ ხარჯზე და მეტ მოგებაზე ვიყოთ ორიენტირებული ესე არ გამოდის ფსიქოტროპულ წამლებზე და ნარკო პრობლემაზე მინდა გესაუბროთ ეს თქვენ გეხებათ უშუალოდ მესმის პოლიციამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამკაცრა ეს მიდგომა ჩვენ ყოველდღე ვუყურებთ როგორ იჭერენ ნარკო რეალიზატორებს და შესაბამისად პოლიცია თავისას აკეთებს მაგრამ როგორი არის სახელმწიფოს მიდგომა თქვენ ხართ სახელმწიფოს წარმომადგენელი ანუ ეხლა ჩანაცვლებითი პროგრამები თერაპია აი ეს როგორ არის ისეთი განცდა შეიძლება გაჩნდეს რომ გამკაცდა ნარკომომხმარებლებისადმი დამოკიდებულება და ეს არ არის მაინც სასიამოვნო განცდა თუმცა
შეიძლება ესეც არ არის განმარტეთ თუ შეიძლება. ნარკო მომხმარებელს არ ვერჩით ჩვენ ვერჩით ნარკო რეალიზატორს. მესმის. მაგალითად, ყველას ვერჩით, ვინც ამ ნარკომანიაზე ხელს ითბობს. გასაგებია. ჩვენ ვერ ვიპარტნიორებთ და ვერ ვითანამშრომლებთ ხალხთან, რომელიც ნარკომანიაზე ცდილობს საკუთარი კეთილდღეობა აიწყოს. ეს უბედურება იქნებოდა. რატომ ნახეთ მიაქცევდით ყურადღებას, რომ ნარკომანი არ არის ამ შემთხვევაში ნარკომანი მომხმარებელი. თავარი ადრესატი ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. კარი რა თქმა უნდა მუდმივად არასწორი ბრუნვა, რა თქმა უნდა ის ვინც ასაღებს და ვინც ამაზე ცხოვრობს. მათ შორის ერთი აფთია. რა თქმა უნდა. ამიტომ იგივე ფსიქოტროპულითაც ხდება, რა თქმა უნდა, ეგრეთ წოდებული სააფთიაქო ნარკომანია. აი ამიტომ იყო რომ გუში მქონდა მაგალითად ინიციატივა შევისწავლეთ რაღაც კონკრეტული დარღვევები გამოვლინდა და ვაპირებთ რომ აქ ბუნებრივია ვიყოთ მკაცრები, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა პროფესიულიც დადგა კონკრეტულ შემთხვევაში და გავაგზავნეთ საგამოძიებოს. ანუ რაოდენობა ადამიანების ვინც იხმარს ამ ფსიქოტროპულს არ შეიძლება იყოს როგორ ვთქვათ უკონტროლო, ხო? ასე. არა, საერთოდ არ არის ფსიქოტროპული ნივთიერება ნარკოტიკად გამოსაყენებლად გამიზნული ნამდვილად არ არის. მას აქვს კონკრეტული ფუნქცია, არის ზოგჯერ ტკივილგამაყუჩებელი, ზოგჯერ დამამშვიდებელი, ზოგჯერ რაღაც, მაგრამ როდესაც მაგალითად თვითონ წამლის მწარმოებელი გეუბნება, რომ 600 მილიგრამზე მეტი დღეში არ შეიძლება მიიღო და 1800 ექიმი გამოუწერს, ასაკურველია დიახ. და ასე დროს ბუნებრივია, რომ ამასთან ვერ ვიქნებით ხა შემრიგებლური დამოკიდებულებით, რომ რა მოხდა მერეო, ვერ ვიტყვით ამას. ამიტომ ბუნებრივია ნორმა 600 და 1800 გამოუწერა. გასაგებია. კი, ასეთი რაღაცეები ხდება. ისე როგორც ახლა როდესაც სახელმწიფომ ეს გადმოიბარა, რა ვნახეთ, რომ მაგალითად მედიკამენტები იყო ფსიქოტროპული მედიკამენტები, რომელზეც ფასი რო იყო 1300 ლარი რო ღირდა, ვთქვათ, რაღაცა, ის გახდა 100 ლარამდე ჩამოვიდა. რატომ? იმიტომ რომ არანორმალური ფასნამატი ქონდა, იმიტომ რომ რეალურად ეს ნარკოტიკად გადიოდა, გასაგებია. აკრძალული რახან იყო? მოგება ასეთი იყო. ეხლა წარმოიდგინეთ, ვისაც კეთილსინდისიერად კლინიკური საჭიროებისთვის ჭირდება ეს მედიკამენტი, იმასაც 1300 ლარი უნდა ეხლა. ეს უბედურებაა. ეს არ ვარგა რასაკვირველია და ამიტომ ეს ყველაფერი შეიცვალა. ამიტომ ეს თვისობრივი იყო. იგივე ჩანაცვლებით თერაპიას რაც შეეხება, ხო? ამაზე ხა ბევრი მიუხედავად კრიტიკული აზრის და რაღაცას და ამ შემდეგ ეს საბოლოო ჯამში ძალიან მარტივია. დიახ. ნახე, მეტადონი სახელმწიფოს აქვს, მაგრამ მას კომერციული ინტერესი არ აქვს, რომ მეტადონში მაგალითად ბევრი მომხმარებელი იყოს და ასე შემდეგ. პირიქით. სამაგიეროდ კერძო სტრუქტურას, რომელიც მისი შემოსავალი მისი წარმატებულობა, ბიზნეს წარმატებულობა წყალებში დამოკიდებულია იმაზე, რომ არავინ არ გავიდეს მისგან, ახალი იყოს და ასე შემდეგ. ხა რაც არ უნდა გვიმტკიცოს ახლა ვინმე, რომ ეს ალტრუისტული мотиваციით ხდებოდა მარტო, რა თქმა უნდა ეს სწორი არის, მაგრამ ჩემთვის რაც ყველაზე მეტად დრამატულია, ცუდია და ასე შემდეგ. ძალიან ბევრ ექიმს ხელი აქვს ჩაქნეული, რომ ვინმეს უნდა უმკურნალოს. მკურნალობა თვლიან პრაქტიკულად ლეგალურად, როდესაც რაღაცა ნარკოტიკს აწვდიან. ასეთი იყო დამკვიდრებული პრაქტიკა, მიდგომა და ასე შემდეგ. რატომ? მე არ ვაპირებ რომ ამას. იმიტომ რომ ეს იყო პრაქტიკულად ყოველდღიური რუტინა. რუტინა უბრალოდ ნარკოტიკის მიწოდება. აი რაღაცა ნებადართული მეტადონის და ბუპრენორფინის გზით რეალურად რომ ამ ხალხს ნარკოტიკი მოეხმარა. ეს არ ვარგა. აქ უნდა იყო რა თქმა უნდა თავიდან ბოლომდე ორიენტირებული თუ ეს მედიცინაა, ნარკოლოგიაც და ასე შემდეგ უნდა იყო ორიენტირებული იმაზე რომ ვიღაცამ შეძლოს. ყველა ვერ შეძლებს. მე იმას ვერასდროს ვერ დავამტკიცებ და ვერ ვიტყვი რომ უკლებლივ ყველა ამას შეძლებს რომ გაიაროს ჯოჯოხეთი რა თქმა უნდა მაგრამ ვიღაცა შეძლებს და ეს უკვე ფასი იქნება იმისა რომ გადარჩენილი ადამიანების ჩვენი ამოცანა უნდა იყოს რომ ნახეთ კი ზიანის ანაზღაურება იმაში კი არ უნდა გამოიხატებოდეს რომ სადღაც ვიღაცა მივიდეს აიღოს ნარკოტიკი და მოიხმაროს არა უნდა იყოს ზიანის შემცირება საზოგადოებისთვის იმაში რომ იმ ოჯახებისთვის ვისი ოჯახის წევრიც ამ წვალობს და ასე შემდეგ ხო შანსი უნდა მივცეთ იმის რომ განეკურნოს ძალიან სახიფათო მიდგომაა არის მაგრამ იმავდროულად თავი დავანებოთ საზოგადოებაში განცდა არის რომ ზოგიერთი კი არა და ნარკოტიკის მომხმარებელი არ იკურნება და ჯობია მისცე საშუალება რომ ეს თავისი ბნება დაეკმაყოფილოს ვიდრე ხო ხდებით ეწვალო რა არის ესეთი მე მგონია რომ ეს არა ნახეთ გაწმენდის თვალსაზრისით
ეს საერთოდ დიდ პრობლემას არ წარმოადგენს საზოგადოებრივ რომ გასუფთავდეს. აქ მაგრამ შემდეგ ხომ ძირითადი ფაქტორი ეს არის ფსიქოლოგიური ფაქტორი. ბატონო, არა. ამას ჭირდება მოშე სომატური ფსიქოლოგიური. რასაკვირველია და ამ ფსიქოლოგიურთან გამკლავებაც რა თქმა უნდა მათ შორის შესაძლებელია იმით რომ წნეხში ამყოფო პირველ რიგში ის ვინც რეალიზატორია. რა თქმა უნდა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ესე იოლად თუ ხელმისაწვდომი არ იქნა ნარკოტიკი რეალურად მერწმუნეთ რომ აქ გასაგებია რომ ბოლომდე შეიძლება ვერ აღმოფხვრა და შეიძლება ბარიერები აღმართო ისეთი მაგრამ ის რომ დღეს რა რაოდენობაც არის როგორი არის მაგალითად შემომატება ახალგაზრდობის ამაზე კი შეიძლება იქონიო გავლენა ჯერ ბევრია ნუ ყოველ შემთხვევაში შემცირებისკენ და კლებისკენ ეს არ წასულა ხო ბოლო წლების განმავლობაში არა ბოლო 10 წლეულების განმავლობაში ყოველ შემთხვევაში მე არ მაგ განცდა რომ მაგალითად 20 წლის წინ რამდენიც იყო იმის მერე საგრძნობლად შემცირებულია თვისობრივად ერთი და იგივე ჩვენებლებში ვტრიალებთ ზოგჯერ მატულობს ზოგჯერ კლებებს მაგრამ თვისობრივად რაიმე გარღვევა არ მოუხდენია არავის ამიტომ ეს პრობლემაა პრობლემას ჭირდება რა რომ თვალი უნდა გაუსწორო ამ პრობლემას და რეალურად უნდა შეეჭიდო ისეთ რამეს რაც შეიძლება ვინმეს დღეს იმიტომ რომ აწყობს და გარწმუნებს რომ ეს შეუძლებელია აქ რაიმე გააკეთო მკურნალობით არა შესაძლებელია არიან ქვეყნები ვინც ამას ახერხებენ ბატონო მიხეილ და ბოლოს შეკითხვა რახან განათლების სისტემაზე ასეთი წავე დებატებია საქართველოში მე თქვენი მიმართულებით მინდა გითხოთ მე მეჩვენებ რომ ძალიან ბევრი ექიმს ვამზადებ ჩვენ როგორც სამედიცინო უნივერსიტეტში ისე სხვადასხვა ინსტიტუტებში რამდენია მოთხოვნა ექიმებზე ასე დადგა საკითხი ვიდრე ტექნიკური საგნების სწავლის მოთხოვნა რატო დადგა იმიტომ რომ გჭირდება გაცილებით მეტი ინჟინერი გაცილებით მეტი მშენებელი ელექტრიკოსი და ასე შემდეგ ეხლა გადმოიტანოთ ეს ყველაფერი სამედიცინო სფეროზე ესე იგი აქ როგორ არის იცით საერთო რიცხვებით ჯამური რიცხვებით ვერავით არ დასკვნას ვერ გამოვიტანთ სწორს და რატო ამიტომ მივესალმები აი პრემიერის ინიციატივა რაც იყო და რა რეფორმასაც მივსდევთ მთავარი საჭიროება რა არის სწორად დავინახოთ რა არის საჭიროება რატო ვერ მაშვენით მაგალითად არის პროფესიები რომელიც აი მაღალ შემოსავლიანად ითვლება შემოსავალთან ერთად იმავდროულად და იოლად დასაქმებადია სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით საინტერესოა და იქ არის მრავლად ჭარბი რაოდენობა სტუდენტის და არის პროფესიები სადაც გვაქვს არანორმალური დეფიციტი დეფიციტი რთულ პროფესიებს სამწუხაროდ ნაკლებად ირჩევენ ახალგაზრდები ჩემი პატივისცემა ვინც ეს არჩევანი გააკეთა მაგრამ ჯერ არა გაქვს ნუსხა ხო სად არის პრობლემა და სად არ არის ჩვენ გვაქვს ამასთან დაკავშირებით გარკვეული მომზადებული ინფორმაცია მაგრამ აი დეფიციტები არის მაგალითად ისეთ მიმართულებით როგორიც არის მაგალითისთვის ვიტყვით სასამართლო მედიცინა. ეს კი პათანატომია და ხო და აი ამ ჩაშლილ რიცხვებში ჯამში შეიძლება გაქვს ჭარბი რიცხვი, მაგრამ გაქვს ნიკოლაიშვილს მეუბნება და გაქვს რამდენიმე მიმართულება სადაც არ ყავს. კი, არ ყავს და შეიძლება საერთოდ გაქრეს პრობლემა ხო, აი აქედან გამომდინარე საჭიროა სასამართლო მედიცინა არის ნებისმიერი გამოძიებისთვის, ნებისმიერი სასამართლო ქმედებისთვის საჭირო. არა მარტო გამოძიება, თვითონ მედიცინის პათანატომია არის პათანატომია არსებობს ესეთი. ავტოპსიის კულტურას შეუძლია მოიტანოს ძალიან მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინა, არა ინდივიდუალური. შესაბამისად თუ გაქვთ ეს ნუსხა და მუშაობთ. შეიძლება ჯანდაცვის განათლების სისტემაშიც ეს კორექტირება მოხდეს, ხო? ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება. თუმცა გავლენას ახდენს, რა თქმა უნდა, უცხოეთში განათლება მიღებული ქართველი სტუდენტები, რომელიც ჩამოდიან და აქ მუშაობას აგრძელებენ და პირიქით აქ განათლება მიღებულები მიდიან უცხოეთში. ამიტომ ეს მოძრავი ცვლილებებია და ამას ესე კარგად გათვლა ჭირდება და მუდმივად დაკვირვება თან იმოდროულად. ბატონო, უღმრთი მადლობა, ბატონო მიხეილ საძვალაძე ჩვენაცემს თუმარი ჯანდაცვის საქართველოს დევნილთა შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ყველა ამ დისციპლინაში წარმატებას გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა. შემოკარგო. ჩვენ ცოტა ხანში ბატო შაქარიშვილი მოვა, ჩვენთან მოვა და ჩვენ ცოტა ხანი შევისვენოთ რეკლამაზე. ბატო შაქარიშვილი არის ჩვენი ზვაკაც ეთერში, ნეიტრალური საქართველო. ჩვენ უყურებთ მოვლენებს, რომელიც ვითარდება დედამიწაზე. ეშტეინის ფაილები სხვა შორის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საბოლოოდ ბეჭედი დაუსვა, რომ ჯოჯოხეთი ხდებოდა იქ. და ეხლა რიგში ჩადნენ ეს ძლიერნი ამა ქვეყნისანი და ბოდიშებს იხდიან საჯაროდ და არ უშველებთ, რა თქმა უნდა ეს. ანუ კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ არანაირი მორალურ კვარტფლებზე ესენი არ დგანან და არანაირი უფლება არ აქვს საქართველოსნაირ ქვეყნებს აი ამ კვასპეგიდან რაღაცები უკითხონ. მორალი, ან მიუთითონ როგორ უნდა მოვაწყოთ ჩვენი ქვეყანა. თქვენი ქვეყანა, თქვენი პარტია აწვევა იმას, რასაც ხოჭოს მე ძალიან მომწონს. ეს არის ნეიტრალიტეტის იდეა. და ამასთან დაკავშირებით გინდა დებატები ხელისუფლებასთან. რამ პირველი სამი კითხვა
რომელიც აი თქვენი აზრით აი მაგარი კითხვა და რომელიც არ აქვს სწორი პასუხი, რას დაუსვამთ ხელისუფლებას, ამ დაიწყო დებატები დაუშვით. რას ეფუძნება მათი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ 2030 წელს რამე პოზიტიურისკენ განვითარდება ევროკავშირი. არსებობს მაგაზე პასუხი, კაი, ეგეთი. არა, არსებობს ამაზე პასუხი შავა. ერთადერთი დღეს ხელისუფლების პასუხი იმაზე თუ რატო აგრძელებს ამ რიტორიკას და რატო აცხადებს იმის პარალელურად, რასაც პირველ ნაწილში ამბობს განცხადების, რომ უსამართლობა მოდის, არაობიექტურობა მოდის, რევოლუციას გვიფინანსებენ, აქ გვატრიალებენ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე აუცილებლად მოაყოლებენ, რომ ჩვენ აი ბეჯითად მივისწრაფით ევროკავშირისკენ 30-ში უნდა გავწევრიანდეთ. და ეს ერთადერთი აი ამ რაღაც უსაფუძვლო რწმენას ეფუძნება, რომ იქ რაღაც გაკეთილშობილდება და ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტები აბსოლუტურად განსხვავებულზე მეტყველებს. ევროკავშირის დეგრადაციის პროცესი არ არის დროებითი და შემთხვევითი მოვლენა. ფატალური მოვლენაა, კი ხო? ეს არის ძალიან დიდი პროცესი და რომლის ნაწილიც შესაძლოა და არის ეპშტეინის ფაილებიც, რომელიც ერთ-ერთი ნაწილი. ერთ-ერთი რა თქმა უნდა, რომლის აი ეს ბოლო ეპიზოდი გამოქვეყნების ძირითადად ევროპულ სახელმწიფოებს ურტყავს. და როგორებს? თუ დააკვირდით. დიდგვაროვნებს, არისტოკრატებს, კი ბატონო. ზუსტად. იქ სადაც ჯერ კიდე სხვადასხვა ტიპის მონარქია და საშინლად ურტყავს. კიდევ ერთი შეტევის ფაზა არის, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირის წინააღმდეგ წამოიწყო უკანასკნელი თვეების განმავლობაში და ის რაზეც დღეს ისინი ალაპარაკდნენ პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, უკვე ახლა კონგრესი, რომელმაც გამოაქვეყნა ძალიან ვრცელი და მრავლის მთქმელი ანგარიში, ეს აუცილებლად უნდა ნახოს ქართულმა საზოგადოებამ, წაიკითხოს, არა იმიტომ რომ იქ რაიმე თქვათ ახალს ამოიკითხავენ და ისეც რაც ჩვენ საკუთარ თავზე არ გადაგვიტანია, არამედ იმიტომ რომ იქ არის აი კონკრეტული ფაქტები, დროში გაწერილი მოქმედებათა ჯაჭვი, რის შედეგადაც ევროკავშირი, რისი გამოყენებითაც ევროკავშირი ერეოდა როგორც წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში და უხეშად ლახავდა მათ სუვერენიტეტს, ასევე სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას უღუდავდა თვით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი. ამიტომ თუნდაც აი რო ავიღოთ იგივე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტი, რაც არაერთხელ განგვიხილავს ჩვენ თქვენ შენს ეთერში და ალბათ კიდევ დიდი ხანი დარჩება ეს განხილვის საგნად, იმიტომ რომ ეს ძალიან მრავალწლიანი დოქტრინა ამერიკის შეერთებული შტატების, რომელსაც აქვს ზეგავლენა საერთაშორისო პოლიტიკაზე, იქაც წერია, რომ ევროკავშირის უკუსვლა, დეგრადაცია არის მრავალწლიანი პროცესი. მათ შორის პრემიერ-მინისტრიც ხშირად აცხადებს, რომ 2008 წლიდან დაიწყო როგორც ეკონომიკური, ისე ღირებულებითი დეგრადაცია ევროკავშირის 2008 წელს სოფლიო ეკონომიკაში ევროკავშირის წილი 30%-ს უტოლდებოდა, დღეს ეს განახევრებულია და ყველა კვლევით და დაკვირვებით ტენდენცია კლებისკენ გაგრძელდება. ანუ ეკონომიკური კეთილდღეობის მომტანი ევროკავშირში გაწევრიანება არ არის პირველი. რატო გინდა საერთოდ ხო ქვეყანას რაღაცა ბლოკში შეხვიდე? რომ იქით მიიღო ბენეფიტები, ხო? მიიღო სარგებელი, მოუტანოს ამ გაწევრიანებამ შენ ქვეყანას უსაფრთხოების გარანტიები, მოუტანოს ეკონომიკური კეთილდღეობა, მოუტანოს განვითარება, შეინარჩუნო და განავითარო შენი კულტურა, ტრადიციები, ღირებულებები და ასე შემდეგ, ხო? ჩვენს კონკრეტულ კონტექსტში ტერიტორიული მთლიანობა აღადგენინოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და აი გავუყვეთ თითოეულ მიმართულებას. ევროკავშირი რა მიიყვანა ამ კატასტროფულ შედეგებამდე, ხო? როდესაც თვითონ ბრიუსელის ბიუროკრატია პირველ რიგში და ასევე ცალკეული სახელმწიფოების ხელისუფლებები მთლიანად დაიქვემდება რა deep state-მა, ოლიგარქიულმა ოჯახებმა. იქ ინექცია გააკეთა საკუთარი დღის წესრიგის, ეს იყო LGBT იდეოლოგიით ქრისტიანობის ჩანაცვლება, იდეოლოგია, ეს იყო ეგრეთ წოდებული მწვანე პოლიტიკა, ენერგეტიკას დედაუტირა, კი ბატონო. იაფი ენერგორესურსების გარეშე, რაზეც არის და თავის მხრივ დამოკიდებული წარმოება და ინდუსტრია და შეუშვეს ეს უკონტროლო მიგრაცია მილიონობით უცხო ტომელი, ესე ვთქვათ.
დემოგრაფიული სიტუაცია არის. რომელმაც აბსოლუტურად კატასტროფის წინაშე დააყენა მათი ეროვნული იდენტობა, კულტურული აღრევა გამოიწვია და ევროპის მოსახლეობის, ევროპელი ხალხის ყოველდღიურობა და ცხოვრება აღარ არის უსაფრთხო, აღარ არის მათი ცხოვრება იაფი და უზრუნველყოფილი, როგორც აქამდე იყო და საბოლოო ჯამში კი ახლა ბოლოს გახვია ომში ევროპა და ამერიკა დაიხია უკან და შეატოვა რუსეთს. მოკიდებული უკრაინა შეაჩეჩა ხელებში, რასაც ვერაფერს ვერ უპირისპირებს ევროკავშირი და არის ტრაგიკომიკულ მდგომარეობაში აღმოჩენილი. ხან მაკრონი რეკავს კრემლში, ხან ესტონეთის პრეზიდენტი ჯერ რეკავს, მაგრამ ცდილობს. ხო, ეს მაკრონი აქეთიკიდან ტრამპის დასცინის და მერც გაახსენდა, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანა ყოფილა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მესმის. შესაბამისად, მოდი ესე ვთქვათ, ეგ ბევრი მტკიცება ქართველი ხალხისთვის ევროპა რო ღრმა კრიზისშია და ევროპული ღირებულებები რო ნიველირებულია, არ უნდა ამას, მაგრამ არის იმედი, რომ ეროვნული ძალები გაიღვიძებენ, არის ამის იმედი და უკვე იმ ევროპასთან შესაძლებელი იქნება დალაპარაკება, მაგრამ ეს მომავლის საკითხია. ეხლა თუ ჩვენ ნეიტრალიტეტზე ვსაუბრობთ, ნეიტრალიტეტი გულისხმობს არა იმას, რომ ყველა შენზე ძლიერი იყოს და ყველას მონა იყოს, არამედ შენ იყო ადგილი, სადაც ყველას ინტერესები მეტნაკლებად თანაბრად იკვეთება. ანუ ბევრი მოთამაშის, გეოპოლიტიკური გიგანტის ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ აქ არ იყოს არავის გავლენა, აქ იყოს ყველას გავლენა და ეს გავლენა იყოს არა მიმართული, არ იყოს მიმართული რომელიმე კონკრეტული აქტორის ცენტრის ამის მიღწევა იმ პირობებში, როცა რუსეთი ყავს აგერ თურქეთი, ირანი, ერთმანეთთან დაპირისპირებული ეს ხარეები. ერთი შეხედვით ეს შეიძლება ამოცანას უფრო რთულს, მაგრამ რაღაცნაირად აიოლებს. კი. ხო, როგორ შეიძლება? მაგრამ აი დავუშვათ ესეც საიდანაც დაიწყე, კი, აუცილებლად მივალ მაგამ და საიდანაც დაიწყე ეს მეორე კითხვა, მომავლის საკითხიაო ევროპაში რაღაცა. ჩვენ ვერ ვიქნებით აი ამ რაღაც მოლოდინის რეჟიმში. ხო, სათუოა. ეს ხო სათუოა. დაშვებაა, რომ იქ რაღაცა ოდეს რაღაც, ხო? ხო. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ქვეყნის უსაფრთხოება არ არის რაღაც სათამაშო და სათუ. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია კონდეს მისი პირადი რწმენა და ეჯეროს აწდა უკუნისამდე რომ ევროკავშირი ძალიან მაგარია და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა მოდიშ ვიტყო ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების ხვალინდელი დღის და მომავალი აწლეულები უნდა განსაზღვროს ამან ჩვენი ქვეყნის და ეხლა სათუოდ და იქ რაღაცა ოდესღაც უკეთესად იქნება ამაზე ვერ დაეკნობა და ვერ იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი დაგვიანებულმა ნაბიჯებმა გვისაუბრია ჩვენ ამაზე ამას ქონდა გარკვეული ობიექტური მიზეზებიც და ასე შემდეგ მაგრამ ფაქტია რომ დაგვიანებულმა ნაბიჯებმა ჩვენი ქვეყანა ძალიან ბევრი რისკის წინაშე დააყენა და ვიყავით აი რა ვიცი ხო არაერთი რევოლუციური ფაზა გადავიტანეთ და მადლობა ყველას პოლიტიკურ ხელმძღვანელობასაც თითოეულ სამართალდამცავს ადამიანებს ყველა საზოგადოებას რა თქმა უნდა პირველ რიგში ამ სიბრძნისთვის რომ არ აყვა აი ამ ყველაფერს და აი ეს კრიტიკული მომენტი არ შეიქმნა კრიტიკული მასა არ დაგროვდა ისეთი რომ და არ მოხდა მსხვერპლი რაც თავარია რომელიც ძალიან ცუდ ახლოს ვიყავ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებდა ჩვენ ქვეყანას ავირიდეთ სამხედრო კონფლიქტი კი ბატონო მაგრამ ეს იმიტომ მივიღეთ ეს ძალიან მძიმე გამოცდილება რომ რაღაც ნაბიჯები დავაგვიანეთ ხო და ეხლა ვიძახით რომ ეს გამოცდილება გაკვეთილად მივიღოთ და აღარ დავაგვიანოთ ჩვენ მესმის და გასაგებია და ამაში არაფერი არ არის ახალი რომ არ შეგვიძლია მსოფლიო პოლიტიკის შეცვლა ხო მაგრამ შეგვიძლია რომ ადეკვატური ვიყოთ აი მცველებების მიმართ და დღეს ვამბობთ რომ ხელისუფლების პოლიტიკა და რიტორიკა საგარეო პრიორიტეტები არ არის ადეკვატური ახალ მსოფლიო რეალობასთან როგორი უნდა იყოს ნეიტრალიტეტისგან მიმართული ხო რა თქმა უნდა ჩვენ თუ ამას არ ვიტყვით არავინ ეს დიდი მოთამაშეები და დიდი ძალები ვინც შენ ჩამოთვალე არავინ არის მოვა შენთან და რუსეთთან ლაპარაკი უნდა დავიწყოთ დღეს კონსტიტუციაში რო გიწერია კი ბატონო გავიგე ევროკავშირში მივდივარ ესე არავინ არ დაგელაპარაკა რა თქმა უნდა ეგ დიდი პრობლემაა რუსეთთან ლაპარაკი უნდა დავიწყოთ დღეს ნახეთ ჩვენ ვამბობთ რომ ნეიტრალიტეტი დაგვეხმარება ისეთი ნიადაგი შევქნათ კი ბატონო რომ ჩვენი პრობლემები და მათ შორის პირველი ტერიტორიული მთლიანობის ადგენისთვის ნაბიჯები გადავდგათ. დღეს არ გვაქვს ამის შესაძლებლობა. შენ ამბობ რომ უნდა დავიწყოთ ლაპარაკი. კიდევ
უხეშად რაღაც მოცემულობიდან რა, რაღაც მოცემულობიდან და ეს მოცემულობა პირველ რიგში არის ამისთვის ხელსაყრელი ნიადაგის შექმნა. ჩვენ არ გვინდა ავტომატის ქვეშ და მოყენებული ტანკის პირობებში და იმ პირობებში რომ უკრაინა განადგურებულია, მილიონი კაცი მიწაში ჩააწვინეს და საერთოდ სახელმწიფო აღარ არსებობს და დღესაც ეს გრძელდება, რაზეც რის დათმობაზე ზელენსკი უარს ამბობს მოლაპარაკებების მაგიდაზე, კარგავს ბრძოლის ველზე. კი ბატონო. და მიდის საბოლოო ჯამში. ისაბოს რომ ურჩევნია ეს. მიდის საბოლოო ჯამში იმ წერტილში, რა წერტილში შეეძლო ყოფილიყო 2022 წლის 2024 წლის 22 თებერვალს. 2022 წლის 22 თებერვალს. დღე დაემართა უარესი. ამიტომ ჩვენ არ გვინდა რომ აი ამ ნეიტრალიტეტი არ უნდა იყოს წაგებულის არჩევანი. პირიქით ეს უნდა იყოს პროაქტიული დიპლომატიის ჩვენი განაცხადი და შეთავაზება რუსეთისთვის, უშუალო მეზობლებისთვის, დიდი მოთამაშეებისთვის, ჩინეთისთვის, ინდოეთისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. წაიკითხეთ რა წერს, აი დღეს გამოქვეყნდა არის ასეთი ძალიან სერიოზული პლატფორმა გამოცემა The American Conservative, სადაც წერენ სერიოზული მოაზროვნეები და არა ის კონტროლირებადი ჟურნალისტები. იქ იყო დღეს საქართველოსთან დაკავშირებით სტატია, ძალიან სერიოზული, სადაც ზუსტად აი ამ შანსია საუბარი და ეს ანალიტიკოსიც მოუწოდებს ტრამპს და ახალ ადმინისტრაციას, რომ თქვენი პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში მოიყვანეთ იგივე თქვენივე დაწერილ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიასთან შესაბამისობაში, რომ საქართველოს აქვს ჩაუნაცვლებელი როლი დაკავშირებადობის თვალსაზრისით. არ არსებობს. ყველა შეუძლია მოგების ნახვა აქ. ყველა შეუძლია მოგების ნახვა. ხა ამერიკამ ჩაიყვანა 5 შუა აზიის ქვეყანა და თქვა რომ მე ეს ქვეყნები მაინტერესებს, იმიტომ რომ იქ არის ჩემთვის საჭირო და სასარგებლო მინერალები თუ სხვა. ორ ქვეყანას ელაპარაკება ამიერკავკასიაში და ის გზა ვერ იქნება ჩვენი გზის ალტერნატივა. ეს გზა შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ დანამატი შემავსებელი და ჩვენ ამას მივესალმებით, რომ რეგიონში რაც შეიძლება მეტი ასეთი გლობალური საერთო მნიშვნელობის ეკონომიკური პროექტები განხორციელდეს, მათ შორის ლოგისტიკური. იმისათვის, რომ ეს არის რეალური კოლგა თავზე უსაფრთხოების და არა ის რუსული, ამერიკული ნატოს მეხუთე პუნქტი. ეს არის რეალური უსაფრთხოების თუ სერიოზულობას უკვე თვითონ ტრამპიც ეს არის რეალური უსაფრთხო. არაბული ინვესტიცია, ჩინური ინვესტიცია, მეზობლების ინვესტიცია ძლიერი სახელმწიფოების და დაკავშირებადობა და ეს უსაფრთხოების კოლგა რო გაქვს, სხვა მიმართულებებსაც ავითარებ. აი დღეს რომ ლაპარაკობთ ფასების რეგულირებაზე, ეკონომიკაზე, განათლების რეფორმა მიმდინარეობს სერიოზული. ამისთვის რომ მოიცალა სახელმწიფომ, ეს რისი შედეგია? შვიდობის, ხო? პირდაპირ გეტყვი, ჩემი აზრით ტრამპის მოქმედების შედეგი ევროპას აღარ აქვს ახლა აქეთ მაიმუნობის გაჩარხვის დრო და ეშინია ტრამპის, რომელიც ზურგიდან მიადგა და არ ხოს გრენლანდიას, ხო? იქიდან ამერიკის შეერთებული შტატები, აქედან რუსეთი და ამას ვამბობ ჩვენ რომ აი გაიბნა ევროპა, პანიკაშია. კითხვაზე რომ მე უნებოდი რა კითხვას დაუსვამ ხელისუფლებას, ხო? აი ავანსად დებატებამდე საჯაროდ დავსვამ ამ კითხვას, ხო? თუ ეს ევროკავშირი ამერიკასთან ურთიერთობების გადახედვას პრიორიტეტად აცხადებს და გაჯანსაღებას ხელისუფლება. ხო, მივესალმებით, პრაგმატულია ეს, კი ბატონო. კი. მაგრამ ამავდროულად შედის თუ მიისწრაფვის იმ კავშირისკენ, რომელიც არის დაპირისპირებული ამერიკის შეერთებულ შტატებთან და აი ერთი სული აქვს, ყველაფერს აკეთებს ყოველდღე ამერიკის შეერთებული შტატები, რომ ჩამოიცილოს ეს ევროკავშირი, ხო? არ ელაპარაკება პრაქტიკულად ევროკავშირის ლიდერებს, ელაპარაკება ქვეყნის ლიდერებს, კი ბატონო. საერთოდ არ ცნობს და იქ ჩაწერა რომ სუვერენულ სახელმწიფოებთან ხო, კაია, კალას არ ხდება ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხო, რუბიო არ ხდება კალას. პრინციპულად არ ხდება. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეს გაერთიანება არ არის დალაგებული. არ არის, ვერ ლაგდება, კი ბატონო. რუსეთთან ომშია პირდაპირ, ხო? მთელი კონტინენტი პულს აცხავს, ხან სესხად, ხან იმათ, რუსეთთან არიან ომში და პირდაპირ აცხადებენ ევროპის ლიდერები, რომ ევროპა არ არის მზად მშვიდობისთვის. ჩვენ უნდა ვიომოთ უკანასკნელ უკრაინელებს. მე ამბობენ, რომ ლიდერები ამბობენ, რომ დაველაპარაკოთ რუსეთს, რომელიც ევროპა. ცოტა ამბივალენტური პოზიცია. ამიტომ თქვი, ტრაგიკომიკურ მდგომარეობაში არიან, თქო. ვერაფერს ვერ უპირისპირებენ იმ რეალობას, რა რეალობაშიც გაიღვიძეს, იმიტომ რომ
მათი კეთილდღეობა და მათი გაზულუქება რამ გამოიწვია, ხო? მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადააფარა უსაფრთხოების ქოლგა, ააშენა იქ ბაზები და აყენა სამხედროები. ესენი რუსეთიდან ეკაჩებოდნენ იაფ ენერგიას. ეხა ტრადიცია და კულტურა კი ქონდა და მთელი მსოფლიო დასათვალიერებლად და სანახავად და რაღაც შრომის კულტურა, ტექნოლოგიები დონე ტექნოლოგიები ქონდათ, გერმანიას ინდუსტრია ქონდა, იაფი ენერგია ქონდა და იქ ცხოვრობდნენ კარგად. ხო, მოუსპეს. აი დღეს მოისპეს, მოდი ესე ვთქვათ რა. არა, ეს რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში მათი პასუხისმგებლობა და მათი ხელისუფლებების და ეს იდეოლოგიური ინდოქტრინაცია და საერთოდ რომ დაასუსტეს ძალიან როგორც საზოგადოებები ევროპელი ხალხები ეს ცხადია და ამის შედეგია. ეხლა რუსეთთან ომში მყოფი კავშირია ეკონომიკურად უკან მოდიან და კიდე უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ეხლა კიდე სხვა საკითხი არის, აი ჩვენ ხშირად ღირებულებების ნაწილზე უფრო ვაკეთებთ აქცენტს და მართლა ეს უფრო მნიშვნელოვანია, ხო? ეს არის გაერთიანება, სადაც 17 ქვეყანაში დაკანონებულია ერთნაირსქესიანთა ქორწინება და სადაც ვერ გადატეხეს და ვერ მიაღებინეს, ეხლა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს წევრი ქვეყანა ევროპულმა სასამართლომ, რომ ვალდებულია წევრი ქვეყანა ცნოს ის ქორწინების ერთნაირსქესიანთა ქორწინების რეგისტრაცია თავისივე ქვეყანაში, ხო და პოლონეთს უკვე დააშვებინეს ეს ამოიღო იმიდან ქორწინების მოწმობიდან კაცი და ქალი და წერია მეუღლე 1, მეუღლე 2. პოლონეთი, რომელიც არის ძალიან ტრადიციული კათოლიკური ქვეყანა. პოლონეთმა ის კი არ დაუშვა ესეთი ქორწინება, არამედ ლეგალიზების დაშვება არა. ხო, იქ პირველი ნაბიჯია. საბერძნეთში დააკანონეს და ასე შემდეგ. და აი კიდე ერთხელ, როცა ამბობენ, რომ 30-ში რაღაც გამოჯობესდება გეუნება, ევროკომისიამ დაწერა სტრატეგია 2026-30 LGBTQ სტრატეგია და იქ ამბობს, რომ ამ გაერთიანებაში 30 წლისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ბავშვებში სქესში შეცვლა იყოს ხელმისაწვდომი და დაკანონებული. რასაც ამერიკა აკრძალა უკვე. ეს არის 30 წელს ევროკავშირი ასეთი იქნება და ამ ევროკავშირში მივდივართ, ამ ევროკავშირში ვაგრძელებთ ცვლას. მე როცა ვლაპარაკობთ, რატო არის ეს პროდუქტი ძვირი, რატო გვაქვს ეკონომიკაში პრობლემები. ჩვენ იმით ვცხოვრობთ, რა ქვია, ევროკავშირის ეს როცა ვამბობთ ჩვენ რომ კონსტიტუციიდან უნდა ამოვიღოთ. ეს რაღაც ერთი ჩანაწერი კი არ არის. ეს არის მთელი სახელმწიფო სტრუქტურების სინქრონიზაცია რო ხდებოდა. შედი ნახე ეკონომიკის სამინისტროს სტრატეგია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგია, რაც აიხა ხელი მოვკიდეთ უშუალოდ და რაშიც ჩავიხედეთ სეგმისეულად. ყველაფერი ამაზეა აწყობილი. სინქრონიზაცია ხდება იქაო. ყველაფერი ამაზეა აწყობილი და საბოლოო ჯამში ხაი საქართველოს მოსახლეობას უნდა კონდეს ინფორმირებულია დღეს ეს მადლობა მერც გაიხსნა და თქვენ ამაში წვლილი გაქვთ და გლობალურადაც მოხდა ეს რომ კი საინფორმაციო ველი გაიხსნა დაჩქარდა მოვლენები და ძალიან რთულია ეხა ეს მურჭი წყალიში გააჩერო და ხალხმა ეს გაიგო და ჩადის კიდეც და მოგზაურობს კიდეც და ხედავს მაგრამ მოგზაურობა არ არის რა საკმარისი ხო იქ რაღაც დაათვალიერო მოგეწონოს და წამოხვიდე არა უნდა გავიგოთ რომ როგორ ცხოვრობს ეს ქვეყანა ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით გარდაღირებულებითი ნაწილისა სადაც ყველა მთავრდებით ხო ეკონომიკურად და სოციალურად იქ ინტეგრირება და ამ ინტეგრაციის პროცესის გაგრძელება არ არის საქართველოსთვის სიკეთის მაგალითად არ ევროზე გადავიდა ეხლა და პრობლემებია იქ არ მოწონს ბულგარეთში ხორვატიაში ძალიან სერიოზული პრობლემებია ყველა თავში საბერძნეთში ჩადით და ნახეთ ყველა თავში ხელს ირტყავს ადგილობრივი მოსახლეობა და ჩვენი პატარა ეკონომიკისთვის 3 მილიონნახევრიანი ქვეყნისთვის წარმოიდგინეთ ახლა ეს საერთოდ მოვლენ და გვეტყვიან 2023 წელს საფრანგეთში მოსავალი ვენახის სპირტი გამოახტევინეს იმიტომ რომ ბაზარზეო ის არისო გადაჭარბება არისო ღვინისო და მოვლენ და გვეტყვიან რომ არ გჭირდება გენაცვალეთ ქართველებო თქვენი ეს ვენახი ჩვენი სოვინიონ ბლანი გვაქვს და ფრანგული, პორტუგალიური, ესპანური და იტალიური ღვინოები გვაქვს და არ გვინდა თქვენი ღვინო. რა ვშვებით მე? რას ვაკეთებთ? ამიტომ ამბობთ რომ ეხა აღარ არის საკმარისი ევროკავშირის მხილება. ამერიკის შეერთებული ევროკავშირის წევრი ქვეყანა მიადგა იმითი რა ქვია, პული მიოტით და ევროკავშირის წევრი ქვეყანას რუსეთთან ვაჭრობა აეგზალებოდა ყველა ვარიანტში. რაც ჩვენი იმპორტის და მით უმეტეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტის უდიდეს ძალიან დიდი ნაწილია. ხო, და თვითონ მაინც ივაჭრებდნენ. თვითონ ხო, ჩვენი დიდი მადლობა, ჩემო კარგო. დიდი მადლობა. ბატონ, არაფერი არ ვიცით, იქნება თუ არა დებატები. თქვენ ხალხის ძალასთან ერთად აპირებთ, ხო? ამ ინიციატივამ
მხარდაჭერა ნახა, ხალხის ძალამ გამოუცხადა, შეუერთდა ესე ვთქვა, დიდი მადლობა. მინდა მათ უთხრა და რა თქმა ხელისუფლებას, იმიტომ რომ საერთოდ ხელისუფლება იყო ამ დებატების გახსნის ინიციატორი და ამას ორი ხელით მივესალმებით ჩვენ. უშუალოდ ამ თემაზეც განაცხადეს, რომ მზადყოფნა არის და იმედია ეს დებატები შედგება. შენს გაქვს ხოლმე კრიტიკული კითხვები და მოსაზრებები და კარგად მიდის ხოლმე ჩვენი საუბარი. გაცილებით სხვა იქნება საზოგადოებისთვის, როცა ხელისუფლებას მოუწევს უშუალოდ. რა თქმა უნდა, ნახოთ როგორ მოხდება. დიდი მადლობა იმისთვის, ჩვენ ყოველთვის სადვარ დაგიძახოთ და შენი აზრი მოვასმენინოთ ერთგულ მაყურებელს, პოზიტივის ერთგულ მაყურებელს. დიდი მადლობა. ჩვენ ერთმანეთს მეგობრებოს შევხვდებით, აუცილებლად შევხვდებით. მომავალ პარასკევს, კარგად გრძანდებოდეთ.